გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ გიორგი და ეს არის არხიიდია პორტალი. ამ ვიდეოში მე მინდა შევეხო თქვენთვის უკვე კარგად ცნობილ ამბავს ერთ-ერთი ჩვენი ცნობილი ბლოგერის სოსოს ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობის შესახებ, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა და იცით რომ რეკორდებიც მოხსნა ქართულ YouTube-ში ვიდეოების ნახვების თვალსაზრისით. უბრალოდ ჩვენებურად განვიხილოთ ის, გავაანალიზოთ პრინციპში, რაზეც აქ ვისაუბრებ, იმ კონტექსტში განვიხილავ ყველა საკითხს, იმ მომენტებს, რაც იმ ვიდეოში ჩანს, რაც საერთოდ ამ ფენომენს, როგორიც ჩრდილოეთ კორეა შეეხება და ვნახოთ, რა ვიცი, შევეცდები რომ ორიგინალური ინფორმაცია იყოს, ორიგინალური თვალსაზრისი იყოს და თქვენც დაგაფიქროთ გარკვეულ საკითხებზე, სხვაგვარად შეგახედოთ. დავყო პატარ-პატარა სათაურებად, სულ რაღაც 10-15 თემა, ქვესაკითხია უпростоრეთ 10-15 ქვესაკითხია და თითოეულს შევეცდები რომ რაც შეიძლება მოკლედ ორი სიტყვით შევეხო თითოეულ მათგანს. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, ინტერესი. რამ გამოიწვია ამხელა ინტერესი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით. ორი მთავარი მიზეზია გასაგებია. პირველი ის, რომ თვითონ ფენომენი, ჩრდილოეთ კორეის ფენომენი, როგორც ესეთი ოდიოზური ქვეყნის, ჩაკეტილი, მოწყვეტილი გარესამყაროსგან, განსაკუთრებული გარეგნული მახასიათებლებით, ესე იგი როგორც ადამიანი, რომელიც შინაგანად გაურკვეველია, რას წარმოადგენს და აქვს რაღაც ძლიერი იარაღი და იმით იმუქრება თუ ვინმე შეეხება, ხო? დაახლოებით ესეთი ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ქვეყანა გარეგნულად, ხო? და მეორე თემა ეს უამრავი მითები მის შესახებ და ინტერესი იმაზე, რომ რამდენად მართალია ეს მითები, თუ ტყუილია და იქნებ რაიმენაირად შიგნიდან შიდა კულისები, შიდა სამზარეულო დაგვენახა და გაგვეგო, რომ რა იყო მართალი, რა იყო ტყუილი. თუმცა ვიდეოს ბოლომდე ნახავთ, რომ რაღაც გაურკვევლობები მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება შიგნით ქვეყანაში ისე ირნა, თითქოს შიგნით ჩაგვახედა, მაინც რაღაც გაურკვევლობები რჩება. კიდევ ერთი მომენტია, რამაც გამოიწვია ეს ინტერესი, ეს არის ის, რომ მაგალითად განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც არ ახსოვს საბჭოთა კავშირი, ფაქტიურად იმოგზაურეს დროში. თითქმის 80-90%-იანი წარმოდგენა შეექმნათ იმისა, რაც წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი. და იქ ზუსტად იმ მომენტებს შევეხები, რითაც შეგიძლიათ იცნოთ, როგორი იყო საბჭოთა, როგორც ავტორიტარული წყობა, დიქტატორული წყობა. შემდეგ ქვესაკითხი ეს არის მომენტი, როდესაც ბორტგამცირებელმა გოგონამ დაუშალა წამყვანს კამერით გადაღება. იცით ხო ეს მომენტი ხელს რომ აფარებს მობილურზე. და იქ როგორც წამყვანი ამბობს, კი წამაშლებინა სურათები, მაგრამ არ შეუმოწმებია წავშალეთ თუ არაო. როგორც ჩანს, დაწყებული, აეროპორტიდან დამთავრებული შიგნით ქვეყანაში ყოფნის პროცესის დროს მათ გააჩნიათ რაღაცა კონტროლის გარკვეული დონეები. რამდენად იყოს მკაცრი, რამდენად ნაკლებად მკაცრი ან მეტად მკაცრი. ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად მკაცრი იყო, პრინციპში ჩვენ ყველას წარმოგედგინა, რომ ისინი მობილურს გამოართმევდნენ, გაახსნევინებდნენ, ჩაიხედავდნენ რა სურათები გადაიღო, წაუშლიდნენ, დარწმუნდებოდნენ, რომ წაშლილი იყო და შემდეგ დაუბრუნებდნენ, ხო? მაგრამ ეს არ მოხდა. სავარაუდოდ არ მოხდა, იმიტომ რომ იმ მომენტში არ ჰქონდათ ისეთი არაფერი, რომლის გადაღებაც მათ უსაფრთხოებას ხელშეუშლიდა, თუმცა რაღაც პროტოკოლი არსებობს და მოსთხოვეს ამ პროტოკოლის დაცვა, ხო? შეიძლება ითქვას, რომ არსებობს იქ რაღაცა კონტროლის ფორმალური დონეები. დაბალი დონის, თქვათ, ეს იყო დაბალი დონის შეზღუდვა. შემდეგი ქვესაკითხი, ეს არის სისუფთავის შესახებ, ყველგან რომ სისუფთავეა. პრინციპში მე ეს არც გამკვირვებია და რატომ ვიტყვი, რომ ავტორიტარული, დიქტატორული, კაცრად სისტემატიზირებული ყველა სფეროში ქვეყნებისთვის მახასიათებელია სისუფთავე. პრინციპში გასაკვირი ის იქნებოდა და სიურპრიზი ის იქნებოდა, რომ დანაგვიანებული ყოფილიყო. თუმცა მეორე მხრივ არსებობს კიდევაც ამის გამოწვევი ისეთი ფაქტიური მიზეზებიც, როგორიც არის მაგალითად ის, რომ ქუჩები ფაქტიურად ცარიელია, ხალხი არ დადის, ძალიან ცოტა დადის, მანქანებიც ძალიან ცოტა დადის და შესაბამისად ალბათ სადამსჯელო ღონისძიებებიც ალბათ კაცრი იქნება თუ დაინახავენ, რომ ვინმე რაღაცას დაანაგვიანებს. ამიტომ როგორც იტყვიან, სისუფთავე იქ კი არ არის, სადაც მუდმივად ალაგებენ, არამედ იქ, სადაც არ ანაგვიანებენო
მიეყვანო, ზუსტად ამ სიტუაციაზეა ზედგამოჭრილი რა. არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ნაგავი ეყაროს პრინციპში ქუჩაში, მით უმეტეს თუ ამისთვის რაღაც განსაკუთრებული სასჯელები არსებობს, ხო? თანაც კიდევ შევეხები, რომ იქ ერთ-ერთ კომენტარშიც დაიწერა, რომ ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს ეს ყველაფერი დადგმული იყო, უფრო სწორედ მე დავაზუსტებ, არსებობს ტურისტული ზონა, უწყვეტი ზონა, აი სად უნდა მეიყვანო აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ ტურისტი, სად უნდა გაატარო და სად უნდა დაამთავროს თავისი ტური და მერე რომ დაბრუნდეს ისევ თვითმფრინავში და გაფრინდეს. და აი ეს ყველა ეს ზონა ერთმანეთზე გადამული წარმოადგენს სპეციალურ, რავი, ძალიან უტრირებულად რო ვთქვათ, დადგმულ სპექტაკლს რა. ეხლა რატო გამიჩნდა ამის აზრი, ამასაც ვიტყვი. თუმცა ეხლა 50-50-ია რომ არც ის არის გამოვლილი სხვა რაიონებში და რეგიონებში და სოფლებშიც მსგავსი სიტუაცია და არც ის არის გამორიცხული რომ იქ უფრო კრიტიკული მდგომარეობაა, უფრო უარესად ცხოვრობს ხალხი ვიდრე თქვათ ის რაც ვნახეთ ჩვენ. მინდა შევეხო შემდეგ საკითხში ასევე მანქანებსაც და მანქანებზე ძალიან საინტერესო მომენტი არ ვიცი თქვენ შენიშნეთ თუ არა, რომ გასაგებია რომ მანქანები იშვიათად დადიოდა, ცოტა არის ძალიან მანქანები და ცოტა იყო ძალიან და საცობები ფაქტიურად გამორიცხულია, მაგრამ თუ შეამჩნევდით მე პირადად ესე მომხვდა თვალში რომ რაც დადიოდა ყველა იყო მაღალი ხარისხის ან გამძლეობის თვალსაზრისით მაღალი ხარისხის მანქანები. უფრო მეტიც ერთ ადგილას შევნიშნე საბჭოთა წარმოების შავი ფერის 24. შეიძლება ითქვას რომ ისინი ყიდულობენ მანქანებს სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა დროით ყველაზე უკეთესი რაც იყო იმ ქვეყანაში და რაც არის იმ ქვეყანაში, ხო? ასევე ძალიან ბევრი დავინახე მაგალითად Mercedes 190, საკმაოდ მაღალი კლასის მანქანა იმ დროისთვის და ხარისხითაც მაღალი ხარისხით ცნობილი ავტომობილი და აქ მინდა ერთ მომენტს შევეხო რომ როგორც წამყვანი ამბობს სავარაუდოდ ეს ავტომობილები ყავთ მხოლოდ პრივილეგირებულ პირებსო, მაგრამ ამ მომენტში შევეკამათები და რატომ რომ თუ პრივილეგირებულ პირები არიან, რატომ არის ან პოლიტიკოსებს და ასე შემდეგ თქვათ უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებს და ასე შემდეგ. მაშ რატომ არის ძველი მანქანები, მაშინ როცა თავისუფლად შეუძლიათ შეიძინონ მაღალი კლასის თანამედროვე უფრო მეტად უსაფრთხო და ასე შემდეგ ავტომობილები, ხო? ჩემის აზრით, აქ საქმე გვაქვს სტატუსთან, რომელიც ასევე ეხება მაგალითად უბრალო ადამიანსაც, გლეხსაც, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, დაწყებული გლეხიდან დამთავრებული პოლიტიკოსით, უბრალოდ სტატუსია, რაღაც პარტიულობის მსგავსი სტატუსი, ისევე როგორც ჩვენთან, მე ამაზე ერთ ვიდეოში გაკვირთ ვილაპარაკე, აი როგორც იყო პარტიულობის სტატუსი, რომ შენ თუ იყავი პარტიული კომუნისტური პარტიის წევრი თუ იყავი, შენ გქონდა ძალიან დიდი პრივილეგია, ბევრ საქმეში უპირატესობა, უსამართლოდ უპირატესობა გქონდა, ასე ვთქვათ, დაუმსახურებლად და რაღაც მაგის გავსი არის მან. ალბათ ადამიანი თუ გადამოწმებულია უსაფრთხოების სამსახურების მიერ, რაღაცა გარკვეული ალბათ გამოცდები აქვს ჩაბარებული, ტესტები აქვს ჩაბარებული, ზუსტად იციან ვინ არის, რას წარმოადგენს და ყველაფერი ეს იმას უკავშირდება, რომ მაგალითად არ დატოვოს ადვილად ქვეყანა იმ ავტომობილის საშუალებით და ასე შემდეგ. ხოლო და ესეთი რაღაცა ეტაპების გავლის შემდეგ ეძლევა მას უფლება რომ იყიდოს ავტომობილი, იქონიოს ავტომობილი, ხო? ეს ძალიან ლოგიკურია, მით უმეტეს რომ ამის გავსი რაღაცა ჩვენთანაც იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში და ეს არის რა თქმა უნდა ჩემი ვარაუდი. შეიძლება სულაც არ არის ასე, შეიძლება რაიმე პოლიტიკა რომ ადამიანებს უფრო უბიძგებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტისკენ და ანტირეკლამა კერძომა ავტომობილის, არამე მაგის გავსი, მაგრამ მე უფრო ვიხრები იქითკენ რომ რაღაცა კონტროლის მექანიზმის ნაწილია. ასევე ერთ საინტერესო და კურიოზულ სიტუაციას მინდა შევეხო. თქვენ თუ ნახავთ იმ ვიდეოს 39 წუთსა და 55 წამზე. გზის გადასვლივ თუ შეამჩნიეთ, არ ვიცი, ორი სკუტერი ტროტუარზე ეჯახება ერთმანეთს. ეს დაახლოებით იგივეა ჩვენთან აი ადამიანს რო დასინიან ხოლმე რომ იმდენად ცუდად იცის ტარება სტადიონზე ერთი ხერო იდგას მაინც და მაინც იმას დაეჯახებაო, ხო? აი წარმოიდგინეთ, ცარიელი, ნახევრად ცარიელიც არ ქვი. ფაქტიურად ცარიელი ქუჩებია და ორი სკუტერი მოძრაობს და მაინც და მაინც ერთმანეთს ეჯახება. იმ მომენტში გადაახვიეთ და ნახავთ. არ ვაზუიადებ და არანაირ რაღაც ტრირებას არ უკეთებ. ეს დაკავშირებულია იმ მომენტთან, რასაც ბოლოშიც აღნიშნავ.
აი წარმოიდგინეთ ეს ამის მძღოლები რომ მოხვდნენ თქვათ ინდოეთის გადატვირთულ ქუჩებში ხო ნუ დაკავშირებულია იმ იმუნიტეტის დაქვეითებასთან ყველა კონტექსტში რა და ამაზე დაწვრილებით ვიტყვი კიდევაც ბოლოში უბრალოდ შევეხები ამ საკითხს ხო ეს რაც შეეხებოდა ტრანსპორტს ეხლა მინდა შევეხო კიდე ერთ მომენტს ფეხბურთის თემაც საინტერესო იყო წამყვანი აჩვენებს კედელზე დაკიდებულ მონიტორს, სადაც ფეხბურთს აჩვენებენ, რომელიღაც ევროპული გუნდი თამაშობს. თუ გახსოვთ, ადრე გავცელდა ესეთი ჭორი, ნუ აქედან გამომდინარე ჭორი იქნება, თუ რა თქმა უნდა ეს ნორმალურია, რომ ამ ფეხბურთს მართლა ყოველდღე უყურებენ, მაშინ გამოდის, რომ ის ჭორი იქნება, რომ თითქოს და კორეის, ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ეთამაშა რომელიღაც, მე მგონი მადრიდის რეალს, ჯერ ესეთი ეს თვითონ თამაშიც საეჭვოა, რომ ეგეთი თამაში საერთოდ იყო. რა თქმა უნდა, წააგეს და მე თავის ხალხს ისე უჩვენეს, თითქოს მოიგეს. ეხლა ნახეთ, ასეთ ფეხბურთს რო ადამიანი უყურებს იქ, ხო? ეხლა ვისაც ფეხბურთი აინტერესებს. გინდა თუ არ გინდა, აუცილებლად გამოუმუშავდება შეფასების უნარი, რა არის კარგი რომელია კარგი გუნდი, რომელია ცუდი, რა არის კარგი თამაში, რომელია კარგი მოთამაშე და რომელია ცუდი მოთამაშე, ხო? როდესაც ამის უნარი გააქვს, შეუძლებელია იცოდე როგორ თამაშობს, თქვათ, მადრიდის რეალი, როგორ თამაშობს შენი გუნდი და დაიჯერო ის, რომ შენმა გუნდმა მოუგო მადრიდის რეალს. მაგალითად, ხო? ანუ ესეთი რაღაცეები, ამას შევეხებ, ბევრი რაღაც ჭორი, რა თქმა უნდა, ვრცელდება, აგორებული ჭორი არის. სავარაუდოდ თუ მართლა ეს დადგმული არ იყო და იქ ფეხბურთი მართლა მუდმივად გადის და მუდმივად უჩვენებენ, ელემენტარული ლოგიკაა რომ მსგავსი რაღაც თავის ხალხს მოატყუეს მოგების შესახებ, რა თქმა უნდა, ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დაკავშირებით საინტერესო მომენტი იყო კიდევ ტაიკვანდოს შესახებ, საბრძოლო ხელოვნების შესახებ. მე მინდა ამაზე ერთი რაღაც აღვნიშნო, რომ საერთოდ დარტყმითი ორთაბრძოლები რაც არის ხო ტრადიციული სადაც გამოიყენება დარტყმითი ტექნიკა. როგორც არის მაგალითად კარატე, კუნგ-ფუ, ტაიკვანდო, კიოკუშინკაი, მუაი-ტაი, რომელთაც აქვთ ფაქტიურად, რა ვიცი, 15, 20, 25 საუკუნოვანი ისტორია. ანუ ეს არის ფაქტიურად დიდი ისტორიის მქონე უზარმაზარი სკოლები, თავისი განშტოებებით და განხრით. იმდენად დახვეწილია, იმდენად სრულყოფილია და იმდენად აყვანილია რა ვიცი, ხელოვნების და მეცნიერების დონეზე, ადამიანის ფიზიონომიის, ფსიქიკის და ქვეცნობიერის თვალსაზრისით, ხო, რომ როდესაც ადამიანები ამაში ვარჯიშობენ, ეს ხდება მათი ცხოვრების სტილი. იცვლის ეს ადამიანს. პირველ რიგში, აი კონკრეტულად ეს რაც ჩამოთვალე, ეს საბრძოლო ხელოვნებები. პირველ რიგში ადამიანს შეაყალიბებს კრიტიკული აზროვნების, დაკვირვების, სწავლის, ანალიზის და თავისუფლად არსებობის უნარს. თავისუფალი აზროვნების უნარს. კრიტიკული აზროვნება ნიშნავს თავისუფლებას. 10-დან 8 შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაახლოებით, ახლა იქ 2 შემთხვევაში შეიძლება ადამიანს პათოლოგიური მიდრეკილება ჰქონდეს, მორჩილებისადმი და იერარქიისადმი და ბრმად წესების შესრულებისადმი, მოდი ასეთი ინტერპრეტაცია რომ გავაკეთოთ. თუმცა ზოგადად ეს ასეა და რა ვიცი, ახლა ეს ცალკე თემაა და დიდი თემაა, ცოტა შევხები ვარ სხვა ვიდეოებში, მაგრამ აქ დიდად არ ჩაუგმავდები, უამრავი მაგალითები არსებობს და ცნობილი პიროვნებებიდან და რა ვიცი, ხა ადამიანებს ვისაც შეხება აქვთ ამ სპორტთან დამეთანხმებიან აუცილებლად. ეხლა მან რაც აჩვენეს, ეს არის ზოგადად საბრძოლო ხელოვნებაში ძალიან ფასადური ტექნიკა, თქვათ რაღაცების წრევა, საჩვენებელი ტექნიკები და ამ შემდეგ. ამის უკან დგას დიდი შრომა და ბევრი რაღაცა. საერთოდ ზოგადად ამ ტიპის საბრძოლო ხელოვნებაში დარტყმითი ტექნიკის შემცველი, დარტყმითი და დაცვითი ტექნიკის შემცველი ორთაბრძოლებს გულისხმობენ. ხოლოდ ეხლა მე ჭიდაობაზე და ძიუდოზე ვერ ვილაპარაკებ. ამ ტიპის საბრძოლო ხელოვნებას, ამ სახეობებს ახასიათებთ ადამიანის ცვლილება, ადამიანის ცხოვრების წესის ცვლილება. შეუძლებელია რომ ამ ტიპის ორთაბრძოლებში ადამიანი ვარჯიშობდეს წლობით, ათობით წლობით და აი ესე გავაზვიადებ, რომ ის იყოს კორეის მოქალაქე, ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე. და რატო? აი მაგალითად ჩვენს შემთხვევაშიც იყო ესეთი რაღაც. პირველად კარატე რომ შემოვიდა საბჭოთა კავშირში, ცოტა ხანს დააკვირდნენ და აკრძალეს, ხო? ვიცით ეს ცნობილი ისტორია, იმიტომ რომ ოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ ცივი იარაღიაო ფაქტიურად, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენოს, მაგრამ იმდროინდელმა კგბ-მ ძალიან კარგად გაიგო, რა წარმოდგენებს და შეხედულებებს დის ეს ამ ტიპის საბრძოლო ხელოვნება ადამიანში, რომ ის შეიძლება გახდეს დაუმორჩილებელი, უკონტროლო, ზომბის დგომა
მდგომარეობიდან ზომბურ მდგომარეობას ნაკლებად დაემორჩილოს, ხო? ამიტომ მე მგონია, რომ აი იქ რაც ისწავლება არის მაღალი კონტროლისა და პროპაგანდის ქვეშ ეს სწავლება საბრძოლო ხელოვნების ალბათ რაღაც დონემდეა და მეტი არ გრძელდება იმისათვის რომ თქვათ არ მიიღონ მათთვის არასასურველი მოქალაქეები. ეს თუ მასიური გახდა. რატო აღნიშნე ეს? იმიტომ რომ ეს უფრო ეს სპორტი ამ ტიპის სპორტები უფრო მაგ აზიური ქვეყნების ტრადიციებია, ძველი ტრადიციებია და შესაბამისად როგორც ჩვენთან მაგალითად ცეკვებს ასწავლიან სკოლაში და ყველა ვალდებული ვიყავით ბავშვობაში ცეკვაზე გვეულო, ისე მაგათთვის გავსი რაღაცეებია და ამასაც კონტროლი ჭირდება იმისათვის რომ აი ამ ავტორიტარული პროპაგანდიდან არ გამოვიდეს, ხო, ინდივიდები, ქალაქები და მასა არ გამოვიდნენ ამ პროპაგანდის ზეგავლენიდან. ხო, ეს რაც შეეხებოდა ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრია, შეიძლება სულაც არ არის ესე, თუ რაიმე საინტერესო მოსაზრება გაგაჩინეთ ამასთან დაკავშირებით, დიდად დამავალებ და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება თუ ამას დაწერთ კომენტარებში. ხო, კიდევ შემდეგი ქვესაკითხი, სიცხეს რომ უზომავდნენ და დეზინფექციურ სითხეს რო ასხავდნენ ხელებზე, მაშინაც კი როცა რაღაც სკვერში შედიოდნენ, ხო, ეს მომენტიც წამყვანვა აღნიშნა. ნუ, რა ვიცი ხა, მაგ ტიპის ქვეყნისთვის პრინციპში გასაკვირი არც არის რომ ეს უბრალოდ მართლა ასე იყოს, იმიტომ რომ გასაგებია ჩაკეტილი ქვეყანა ჩვენ როცა დაგვჭირდა ედროს ყივჩაღები ჩამოასახლეთ და პრობლემა არ გაგვჩენია, ქართველობა არ დაგვიკარგია და ასე შემდეგ, მაგრამ მათ რა თქმა უნდა ამის პრობლემა აქვთ, როგორც ჩაკეტილ ქვეყანას, რაღაც რომ მოხდეს და მასიურად დაიხოცნენ ადამიანები, მათ რა თქმა უნდა მაგის პრობლემა შეექმნებათ, რომ გადაარჩინონ პოპულაცია, ხო? ჩინელებს და იაპონელებს ნახავთ ვერ ჩამოასახლებენ, მით უმეტეს ევროპელებს და სხვაებს, ხო? ამიტომ როგორც ჩანს კონტროლი უმაღლეს დონეზე ჯერ კიდევ ფრთხილობენ და ჯერ კიდევ ეშინიათ. თუმცა მე შემოგთავაზებთ ალტერნატიულ იდეას, რა შეიძლება იყოს. თლად ეს იდეა არ არის მოკლებული საღაზრს. მაგალითად წარმოიდგინეთ ესეთი რაღაცა, რომ ყველამ შევნიშნეთ და წამყვანმაც აღნიშნა, რომ დიდი კონტროლია იმაზე, რომ თქვა ტურისტები არ გამოვიდნენ კონტროლის არეალიდან, მაგალითად არ უშვებენ რაღაც პერიმეტრის იქით, ხოლო კონკრეტულ არეალში უნდა იმოძრაო და წარმოიდგინეთ, რომ ეს სითხე არის სპეციფიური სითხე, რომელიც რეაგირებს სპეციალურ ხედვის აპარატზე. აი როგორც მაგალითად კატა მაგალითად ხედავს ინფრაწითელ გამოსხივებას, ხო? სითბურ გამოსხივებას, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ. ამ სითხესაც აქვს რაღაც სპეციალური მახასიათებლები, ისეთი რომ ვისაც ხელზე ასხია, ხო? აი მილიონიან რბოში რო იდგეს სპეციალური აპარატით პირდაპირ შემოგანათებს ის ადამიანი, იმდენად კარგად ირეკლავს ამ გამოსხივებას, ხო? იმ გამოსხივებას, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ, თვალით ვერ აღვიქვით. სრულიად შესაძლებელია მსგავსი რაღაც იყოს, ესეც იმიტომ, რომ გათვლილი იმაზე, რომ ადამიანი თუ რაღაც ისეთი რაღაც ჩაიდინა, როგორც აი ამერიკელმა სტუდენტმა, რომელიც ამ ვიდეოშიც არის, რომელიც დააპატიმრეს შემდეგ და მე გვიან როდის დაუბრუნეს ამერიკელებს, ასეთ რაღაც ჩაიდინა, მარტივად მოძებნონ და პრობლემა არ შეექმნათ, ხო? რატომაც არა, სრულიად შესაძლებელია ასეთი რაღაც. იმიტომ რომ პანდემია დიდი ხანია გადავლილი, არავინ ამაზე ენერგიას და რესურსებს არ ხარჯავს, მით უმეტეს ტემპერატურის გაზომვას და რაღაც სითხის წარმოებას და რატომ უნდა ყოფილიყო მაშინ ეს აუცილებელი გარეთ, თქვათ, შენობაში კიდევ გასაგებია. ხო, ეს რაც შეეხებოდა ამას. საინტერესოა მაგალითად სიმღერების თემა. იქ რაც სიმღერებიცაც ჩვენს გამახსენდა ჩვენი 70-იანი 80-იანი წლების ესტრადები, შაბლონური, აი ხა როგორ გინდა რომ აი სულ რაღაც მე პლასტიკებიც მაქვს იმდროინდელი. სულ რაღაც, რამდენი შეიძლება იყოს დაახლოებით 100-მდე 100-ის ფარგლებში სიმღერა ქართული, რომელსაც შეიძლება მოусმინო. და წარმოიდგინეთ ახლა ყოველდღე უსმენ სიმღერას, ხო? მუსიკას ყოველდღე უსმენ, რაღაც მუსიკა ყოველთვის ჩართული მაქვს. ეს 100 მუსიკა რო ატრიალო ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ხო? ხო შეუძლებელია. ერთადერთი ჩვენ ყველანი, ვისაც გვიყვარს მელომანები, ვინც ვართ, ერთადერთი საშუალება რომ არ მოგწყინდეს არის ის, რომ ინტერნეტი არსებობს და ყოველდღე ახალი რაღაცა იდება და უსმენ, ხო? როგორ შეიძლება რომ აი ესეთი შეზღუდვების ქონე სახელმწიფოში უსმენდე ერთი და იგივე მუსიკას, სადაც გარე ინტერნეტი არ არის, საზღვრებში ზის ყოველგვარი თავისუფალი აზრი, ყოველგვარი ჩაცმაც კი კაცრად ლიმიტირებულია, ხო? გარკვეული ფერები უნდა იყოს, არაფერი არ უნდა ეწეროს და ასე შემდეგ, ხო? 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ იგივენაირად ლიმიტირებულია, მაგალითად რა იმღერონ, რა დაუკრან, როგორი სტილის იყოს, არ გავდეს ამერიკულს,
არ გავდეს რაღაცა ისეც, რომელიც მათ უსაფრთხოებას ემუქრება. ანუ რისი თქმა მინდა, რომ აი ეს მრავალფეროვნება მუსიკაში რამდენად არის იქ და რამდენად ადამიანები იღებენ მუსიკით სიამოვნებას. თუ მაგალითად შეზღუდვა აქვს, რომ ყოველ თვეში ერთხელ უნდა მოусმინონ და თვეში ერთხელ თუ მოусმენ არ მოგწინდება ის ხო რაღაც ამდაგვარი. ამაზეც თქვენაც თუ დაწერთ საინტერესო იქნება და შემდეგი ქვესაკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, რეკლამები, რომელიც წიგნებზე, გასაგებია კედლებზე და სტატუები და ისინი ეს პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ აი წიგნებზე და ჟურნალებზე როგორც ეხატა მაგონებს 50-იანი წლების საბჭოთა რეკლამებს და არა მარტო საბჭოთა ევროპულ რეკლამებს, რატომაც ეს სტილი იმდროინდელია შენარჩუნებული, არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდა ასევე შევეხო ფასადებს, გარე ფასადებს და გამახსენდა ამ ფასადებთან დაკავშირებით რა. აი 90-იანებში რომ გაიხსნა ყველაფერი და უცხოელი ტურისტები ჩამოვიდნენ, ხო, საქართველოში. ყოველთვის მაინტერესებდა მათი კომენტარები ჩვენს შესახებ, ისე როგორც ჩვენ ყველას და ყოველთვის იყო ხოლმე სიურპრიზი ჩემთვის. ზოგი მაგალითად ხუროთმოძღვრების ძეგლების და თვალიერებისა და შეფასების მაგივრად იმაზე ლაპარაკობდა, რომ როგორი გაფუჭებული გზები გვაქვს და რა ყველაფერი მოძველებულია და დანგრეულია. ზოგი მაგალითად იმას ამბობდა, რომ თბილისის ქუჩებში რომ დავდივარ, იმდენად უფერულია, რომ მიკვირს, თუ ეს ხალხი არაფერს ყიდისო, რეკლამებს გულისხმობდნენ და ესეთი შთაბეჭდილება დამჭა დაახლოებით ამაზე რა. გასაგებია სოციალისტური სისტემაა, კაპიტალიზმი საბაზრო ეკონომიკა მოიცავს რეკლამასაც და მაგას ყველაფერსაც, მაგრამ აი დაახლოებით უკვე შევიგრძენი ის, რასაც გძნობდნენ ის უცხოელი ტურისტები, როდესაც მაშინ ჩვენთან ჩამოვიდნენ და ჩვენს ქუჩებს ათვალიერებდნენ. განსხვავება ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეაში უფრო სუფთა და დალაგებულია და დანგრეული არ არის სიტუაცია. შემდეგი საკითხი ეს არის ომის მუზეუმთან დაკავშირებით. ერთი მოკლედ შევეხები ამას, რომ აი ესეთი მომენტი ძალიან ყურში მომხდა, რომ მათ აქვთ ტანკერი, ამერიკული ტანკერი სამუზეუმო ექსპონატად ქცეული, რომელიც გასაგებია ხა მტერთან მტრის დამარცხების ყველა მომენტი შენთვის როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ტანკერის შენახვა, რომელიც პრინციპში ამერიკული ტანკერის შენახვა ამ სახით, რომელიც პრინციპში რუსების დამსახურებაც იყო, საერთოდ მაგ ომების მოგება არ წაგება ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკა ჩამოყალიბდებოდა, ცოტა ესეთი, როგორ ვთქვა, დროში, მენტალურად დროში ჩარჩენის პირდაპირი აშკარა და ვიზუალური ნიშანია რა. აი ყველაფერს თავიდან ანებო, მარტო იქ რომ მიგიყვანონ და აგიხსნან ეს რა არის, მაშინვე გაიგებ დანარჩენ ქვეყანაში რა ხდება. კომპლექსის ნიშანი უпроსტად აი ზუსტად რო თქვა, წარსულში დარჩენის კომპლექსის ნიშანი, ასე ვთქვათ, ის რაც მაგალითად ადამიანებსაც გვახასიათებს ზოგჯერ, როდესაც ძველ ნივთებს ვინახავთ. ხო, ეს გასაგებია ეს ფსიქოლოგების თემა, ამაზე ბევრს არ გავაგრძელებ. და შემდეგ საკითხზე მინდა გადავიდე უკვე ორი მნიშვნელოვანი საკითხი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მიმაჩნია და რაზეც ბევრს საუბრობს წამყვანიც, ეს არის ლიდერების და ბელადების თემა. ჩემი ერთგული მსმენელები ვიბრძანდებით და თავიდანვე მომყვებით ხო ჩემს ვიდეოებში, იცით ალბათ ბევრგან მიხსენებია ფილოსოფიის და რელიგიის საკითხებისადმი მიძღვნილ ვიდეოებში ბევრგან მიხსენებია იმის შესახებ, თუ როგორ მესმის მე რელიგია თვითონ ტერმინი, რომ რელიგიას განვიხილავ არა როგორც სარწმუნოებას მხოლოდ, არამედ როგორც იდეალების ერთობლიობას, იდეალების, რომლისკენაც მიისწრაფის ადამიანი, რომელსაც ვერასოდეს ვერ აღწევს და რომელიც არის მისაბაძი, რომელიც არის საპატივსაცემო, რომელსაც თაყვანსემს ამ იდეალებს და იდეალები შეიძლება განვიხილოთ როგორც ღმერთებთან, ასოცირებული ღმერთებთან და ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ, მე იქ მაგალითებიც მოვიყვანე, რა შეიძლება იყოს რელიგია, მაგალითად შეიძლება იყოს რაღაც ათეულობით წესის ერთობლიობა, ან შეიძლება იყოს კერპი რაღაცა და ასე შემდეგ. ეხლა იმას არ ჩაუმავდები, მე ამაზეც მილაპარაკია, რომ რელიგია რაზე უნდა იყოს დამყარებული, რომ ეს იყოს უფრო ცოცხალი, ასე ვთქვათ და ხანგრძლივი და მყარი. მაგრამ ამ კუთხით თუ განვიხილავთ, სრულიადაც არ იქნება გასაკვირი ის მომენტები, რაც რომ აი მაგალითად ტურისტები მიიყვანეს, თაყვანისცეს ბელადებს, ყველგან სადაც შტადიოდნენ მათი სურათები იყო, მათი სურათების შეხება არ შეიძლებოდა, გაცინება არ შეიძლებოდა, რაღაც ცუდი რამის თქმა არ შეიძლებოდა, ხუმრობა და ასე შემდეგ. ეს არის ჩვეულებრივი მათთვის რელიგია, მათი, ღმერთებს ვერ დავარქმევთ, მაგრამ თაყვანისცემის ობიექტები
და ისევე წმინდა მათთვის ეს, როგორც სხვებისთვის, ყველასთვის ნებისმიერი რელიგია და რელიგიის თაყვანისცემის ობიექტები. ზუსტად ისევე წმინდა მათთვის. ამ კუთხით თუ შევხედავთ, არაფერი გასაკვირი, თუნდაც ის რომ რაღაცა ახლა დაქორწინებული წყვილი მივიდა და თაყვანისცემს, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. უფრო მეცაც გეტყვით. აი ჩრდილოეთ კორეელი რომ ტურისტი რომ აქ ჩამოვიდეს, ხო? და სადაც ანუ ჩრდილოეთ კორეელი, სადაც აკრძალულია სხვა ყველანაირი რელიგია, აქ რომ ჩამოვიდეს და მაგალითად ეკლესიაში შემოვიდეს დასათვალიერებლად და დაინახოს როგორ ვიქცევით, ხო? ლოცულობთ, რაღაცა არ შეიძლება, რაღაცა შეიძლება, მასაც ვეუბნევით რომ ეს არ გააკეთო ეს. იმას უფრო უცნაურად მოეჩვენება ესეთი რაღაც, რომ იტყვის, რომ ჩვენ მაგალითად ცოცხალ ვიღაცებს, რომელიც ვიცით თუ არსებობდა, მაინც ცემთ თაყვანს და ესენი ვერ ხედავენ და იმას ცემენ თაყვანსო რა. აი ესეთი რაღაც გაუჩნდება. იმათი გადმოსახედიდან ჩვენ ხა იმათ ადგილზე დავდგეთ და ასე შევხედოთ, ეს უფრო უცნაური იქნება, ვიდრე ჩვენთვის რომ უცნაურად მოგვეჩვენა, რომ აი ტურისტები ჩავიდნენ და აი ძულეს რომ მისულიყვნენ ძეგლებთან და თაყვანი ეცათ, ხო? მათთვის ეს არის ჩვეულებრივი რელიგია. აი მე ვილაპარაკე ერთ ვიდეოში საყრდენზეც, აი სწორედ ამ საყრდენზეა საუბარი. ერის საყრდენი არის ლიდერებისადმი თაყვანისცემა. ერი რითაც დგას ჩრდილოეთ კორეელი ერი, ეს არის ლიდერებისადმი თაყვანისცემა. მათი დედაბოძი ეს არის, რასაც უნდა დაეყრდნო რომ იარსებო, ეს არის ლიდერები და ბელადები. მათთამი ესეთი იმპერატიული თაყვანისცემა, ხო? ხო, ამაზე მეც აღარ გავაგრძელებ და კიდევ ერთი საკითხი და შემდეგ დასკვნა, ეს ქვეყნის ორად გაყოფას ეხება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ამაზეც მისაუბრია ჩემს ვიდეოებში და მინდა ამ კონტექსტშიც განვიხილო. საერთოდ მე პირადად ვფიქრობ, რომ როდესაც იმპერია საშუალო ზომის ქვეყანას იფიქრობს, ხო, ისეთ პატარას არა, რომელიც წინააღმდეგობის შემთხვევაში შეიძლება გენოციდის სვერპლი გახდეს და საერთოდ გადაშენდეს, ხო? როგორც მაგალითად ჩერქეზები. საშუალო ზომის ქვეყანას როცა იფიქრობს, მაგალითად თუნდაც ჩვენ საქართველოს, ან ჩვენი პატარა მეზობლები. თუ არ არსებობს იქ ადამიანური დასაყრდენი, იქ იმპერია ფეხს ვერ მოიკიდებს. ომით შეიძლება დაიფიქროს, მაგრამ ხო საჭიროა ცოცხალი ძალა, ხო? თქვათ სრული გენოციდი არ მოაწყო, თქვა და ადამიანები დარჩნენ, ხო? ხო საჭიროა რაღაც მართველები, ძალა, ცოცხალი ძალა, რომელიც ამ ქვეყანას დაიმონებს და რა ვიცი, გახდის იმპერიის ნაწილი. თუ არ არსებობს დასაყრდენი, ვერც ერთი იმპერია ამას ვერ შეძლებს. ყოველთვის როცა ჩვენთან რომელიღაც იმპერია მკვიდრდებოდა, რაღაც პროცენტული დასაყრდენი ყოველთვის ჰქონდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ლოიალურები იყვნენ იმპერიების მიმართ და შესაბამისად ისინი ხელს უწყობდნენ ძალაუფლების გამტკიცებაში იმპერიას, ხო? წარმოიდგინეთ, ასეთი ადამიანები არ არსებობენ და იმპერიული სახელმწიფოს მმართველებმა ან დაქვემდებარებულებმა ვერ მოახერხეს მათთან საერთო ენის გამონახვა. თვითონ ისინი ხო ვერ დაიწყებენ მის მართვას, ხო? მაშინ ყოველდღიური მართვა იქნება ძალადობის, ომის და მკვლელობის და სისხლის, ხო? ანუ ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემა ერისთვის ყოველთვის დაიყვანება ადამიანურ პიროვნულ დონეზე. Თავის მაგალითებიც არის, ბევრი ბალტიისპირეთის ქვეყანა, სკანდინავიის ქვეყანა ვერ მოხვდა საბჭოთა კავშირს, სწორედ იმიტომ, რომ რავი, ომებიც იყო, მაგრამ ინდივიდუალური დასაყრდენი რუსეთის იმპერიამ იქ ვერ ნახა. ნახა ის, რომ თანამდებობებში დააკავებს თუნდაც იმ ერის წარმომადგენელს, მათი კონტროლი შეუძლებელი იქნება. ვერ გააკონტროლებს, იმიტომ რომ არ დაემორჩილებია. საინტერესო ფენომენია, რატომ გაიყო ორად ჩრდილოეთ კორეა, ანუ რატომ მოხდა ისე, რომ ჩრდილოეთ ნაწილში იქ რაღაც ქედი ყოფს ისეთი, რომ მენტალურად განსხვავებული ხალხი ცხოვრობს, ზემოთ ჩრდილოეთით და ქვემოთ სამხრეთით განსხვავებული თუ რა არის მიზეზი, მაგრამ ალბათ ჩრდილოეთით უფრო პროცენტულად მეტი დასაყრდენი ძალა ნახა საბჭოთა სისტემამ რუსეთმა ვიდრე თქვა სამხრეთით. სამხრეთით უფრო მეტად ლიბერალი, დემოკრატიისკენ, პროგრესისკენ მიდრეკილი ხალხი იყო და შესაბამისად ამერიკამაც მეტი დასაყრდენი ნახა. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა ომი და საბოლოო ჯამში დარჩა გაიყო ორად, ხო? ჩემის აზრით, ესეც წარმოდგენა მაქვს, რომ პროცენტული თვალსაზრისით, რახან აი იმ თეორიის გათვალისწინებით, რაც მე ვილაპარაკე, ერთი და იგივე ხალხი სულაც არ უნდა იყოს.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. რაღაც მიზეზის გამო შემთხვევით გაერთიანდნენ, პირიქით მგონია, ოდესღაც შემთხვევით გაერთიანდნენ, ალბათ ენის გამო, რაღაცა ენა აქვთ უფრო მსგავსი და ასე შემდეგ, კულტურა, რაღაც ტრადიციები, მაგრამ მენტალურად ისინი ძალიან განსხვავებულები არიან და შესაბამისად ამან გამოიწვია ისიც, რომ ერთი დარჩა ერთ მხარეს საბოლოოდ და მეორე. და ეხლა მინდა დასკვნის სახით კიდევ უფრო საინტერესო რაღაც თქვა. აი წარმოიდგინეთ ესეთი რაღაც. ვიცით რომ ჩრდილოეთ კორეა ეხლა რასაც წარმოადგენს, თუ რამით ხმაურობს სოფლიოში, ეს არის ურთიერთობა რუსეთთან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ მას აქვს თანამედროვე სუპერიარაღი. ატომური ბომბი, ხო? აი ხა წარმოიდგინეთ, რომ მაგალითად ამერიკამ, ჩინეთმა და თქვათ ისრაელმა ერთდროულად შექმნეს იმაზე უფრო მძლავრი იარაღი. სხვათა შორის მე ამაზე ვიდეო მქონდა, რამდენიმე ვიდეოს წინ, იმასაც გადახედეთ. აი დაუშვათ არის რაღაც იარაღი, თანამედროვე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, ინსტალირებული, თქვათ, სატელიტებზე კოსმოსში, რა თქმა უნდა, შეიცავს უძლიერეს ლაზერულ გენერატორს, რომელსაც შეუძლია დიდ მანძილზე თვითონ თავად ატომური ბომბის განადგურებაც კი რო ისე რომ ის მხოლოდ აფეთქების შემთხვევაში რამდენიმე ასეულ მეტრზე დააზიანებს, თუნდაც კილომეტრზე დააზიანებს ტერიტორიას და მათ ამ სამსახელმწიფოს ჩაუვარდა ეს იარაღი ხელში. თვითონ შექმნეს ან ჩაუვარდათ ხელში, როგორ კეთდება. აი რა მოხდება მაშინ ისეთი ქვეყანა როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, რომელსაც უკვე თეორიულად ეს იარაღი ატომური ბომბი გაუნებელყოფილი, აღმოჩნდება რომ გაუნებელყოფილია. გამოყენება არ შეუძლია. გასაგებია, რომ ის უნდა თუ არ უნდა გახდება მარიონეტი ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის, თუნდაც ჩინეთის, თუნდაც ამერიკის, ასეთ შემთხვევაში რუსეთი დაკავებული იქნება სხვა რაღაცეებით და კორეისთვის არ ეცლება, მაგრამ აქ დაიწყება მეორე პრობლემა. აი წეგან სკუტერების დაჯახებაზე რაც ვილაპარაკე, ხო? სოციალური იმუნიტეტი. ადამიანებს არ აქვს სოციალური იმუნიტეტი. დაუშვათ ამ მომენტში კორეა გადაწყვეტს ეს რაღაც, ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ აწარმოოთ ახალი იარაღი. ჩვენი ატომური ბომბი აღარაფერს აღარ წარმოადგენს, თითქმის აღარაფერს. ამიტომ ჯობია გავიხსნათ და რა ვიცი, ავყვეთ რა, დინებას ავყვეთ. მასა ჩრდილოეთ კორეელი საზოგადოებისა პირველი რაც იქნება გაუჩნდება პრობლემა დასაქმების. ძირითადად მოუწევთ შავ მუშად მუშაობა. ძალიან ცოტა ნაწილს პროცენტს, რაღაც 10-15% შეიძლება ემუშაონ რაღაც სერიოზულ სამსახურებში, ხო ვისაც მანამდე ქონდა ამის გამოცდილება. ძალიან ბევრს სოციალური იმუნიტეტის არასწორობის გამო ისეთ რაღაცებზე შეექმნათ პრობლემა, როგორც არის მაგალითად ურთიერთობა, რა ვიცი, ინტერნეტ დამოკიდებულება და ასე შემდეგ. რაზეც ბოლო 40-50 წელი სხვა გარი სამყარომ გაიარა ეს ყველაფერი და რაზეც იმუნიტეტი გამომუშავდა და კულტურა ჩამოუყალიბდა, ხო? ანუ რისი თქვა მინდა ამით, რომ აი რა უარყოფითი ახასიათებს ავტორიტარულ სისტემას მით უმეტეს თუ ის არის ჩაკეტილი. თანაც 99%, 90% იყოს კი ბატონო ჩაკეტილი. იმიტომ რომ რაც დიდი დრო გავა და ასე იქნებიან, მით უარესი ასეთი ქვეყნებისთვის. მით უარესი შედეგი დადგება მერე, რომელიც აუცილებლად დადგება. ასეა თუ ისე ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი შეხედა იმ ვიდეოს, თქვას, რომ შენი მშვიდობაა, რა ვიცი, სისუფთავეა, რაღაცა რელიგიები და ტენდენციები, კულტურული ტენდენციები და ეს სექსუალური უმცირესობები და ეს თავისუფალი იდეები და ეს ლიბერალები და რაღაცეები არ აწუხებენო და ესე ცხოვრება ჯობიაო, მაგრამ კიდევ და კიდევ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, როგორ გადავიხადოთ კომფორტის საფასური. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რომელი ცუდი და რთული გზით გადავიხადოთ კომფორტის საფასური. და ამ საფასურის გადახდა ყოველთვის მოგიწევს. ასე რომ ამ შემთხვევაში ადამიანი ყოველთვის ადამიანები და საზოგადოება ყოველთვის ამ ტიპის არჩევანის წინ დგავართ. ხო, სულ ეს იყო რაც მინდოდა თქვა. გმადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.